ისამდილი გვაფრთხილებს. მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ, თუ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმება არ შედგება. მოდით სრულად წავიკითხოთ ეს, ის ამბობს, მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასოდეს დაბრუნდება. მე არ მინდა რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ ასე იქნება. თუმცა, თუ მოხდება სრული რეჟიმის შეცვლა, სადაც უფრო გონიერი და ნაკლებად რადიკალური ადამიანები გაიმარჯვებენ, შეიძლება რაღაც საოცარი მოხდეს. ვინ იცის? მოდით გავიგოთ, ეს დღეს ღამით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მსოფლიოს გრძელი და რთული ისტორიის განმავლობაში. 47 წლიანი გამოძალვა, კორუფცია და სიკვდილი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიდი ხალხი. მაშ კიდევ ერთხელ ეს იყო პრეზიდენტი ტრამპისგან სულ რამდენიმე წუთის წინ აქ Truth Social-ზე, მაგრამ ასევე მინდოდა ესეც გამეზიარებინა. Truth Social-ზე რამდენიმე დღის წინანდელი პოსტი პრეზიდენტი ტრამპისგან, მას შემდეგ რაც მან ირანის რეჟიმს მისცა ვადა დღევანდელი დღის საღამოს 8 საათამდე აღმოსავლეთის დროით ცეცხლის შეწყვეტისთვის, რაც მოიცავდა ჰორმუზის სრუტის გახსნასაც. ის ამბობს, სამშაბათი იქნება ელექტროსადგურისა და ხიდის დღე, ყველაფერი ერთად ირანში, არაფერია მსგავსი. გახსენით სრუტე თქვენ, გიჟებო ნაბიჭვრებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ. უბრალოდ დაელოდეთ დიდება ალას. დონალდ ჯეი ტრამპი. ეხლა ესეც მინდოდა გაგიზიაროთ, რადგან ამასაც ამ დილით ვიგებთ. ელსუაივამ ათობით თავდასხმა განახორციელა ირანის ხარგის კუნძულზე სამხედრო ობიექტებზე, გუშინ ღამით და დღეს დილით. ეს ელსუაივას მაღალი თანამდებობის პირისქმით, რომელმაც Fox News-თან ისაუბრა. პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის დასაყრდენზე თასახდენზე თავდასხმები წინა კვირას შესთავაზა, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მუქარის შემდეგ. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, ელსუაივამ ათეულობით სამხედრო ობიექტს დაარტყა ხარდის კუნძულზე. საჰაერო თავდასხმებმა დღეს თეირანი დაბომბეს, ხოლო ირანის ხელისუფლებამ ახალგაზრდებს სთხოვა ენერგეტიკული სადგურების დასაცავად ცოცხალი ჯაჭვები შეექმნათ, რამდენიმე საათით ადრე ვიდრე ტრამპის ვადა ისლამური რესპუბლიკისთვის ამოიწურებოდა. ტრამპმა ვადები გაახანგრძლივა, მაგრამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონში 20 საათზე დანიშნული ვადა საბოლოო იყო, რამაც ირანელები შეაშფოთა. მან დაიმუქრა, რომ გაანადგურებდა ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებს, როგორც Truth Social-ზე დაწერა. თუ თეირანი არ გახსნის მოძრაობას სრუტეში, სადაც მსოფლიო ნავთობის მეხუთედი გადის. ირანის ლიდერმა განაცხადა, რომ 14 მილიონი ადამიანი, მათ შორის თავადაც, მოხალისედ გამოვიდა საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ ირანი შეიარაღების სირთულით ვერ შეედრება შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, მისი კონტროლის სრუტეზე მსოფლიო ზარალს იწვევს და პრეზიდენტ ტრამპზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ზეწოლას ახდენს, რათა გადაჯრას ჩიხური მდგომარეობა. ჩართული ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მოლაპარაკებები ბრძელდება, მაგრამ ირანმა უარი თქვა შეერთებული შტატების ბოლო წინადადებაზე და არ იყო ნათელი მოხერხდებოდა თუ არა შეთანხმების მიღწევა პრეზიდენტ ტრამპის მიერ მუქარად გამოცხადებულ თავდასხმებამდე. მსოფლიო ლიდერები და ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ასეთი თავდასხმები შეიძლება ომის დანაშაულად ჩაითვალოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ Truth Social-ზე გამოაქვეყნა. ასევე უზიარეთ ინფორმაციას, რომ თავდასხმებმა ირანსაც დაარტყა, მათ შორის თეირანის საცხოვრებელ უბნებს, სადაც თითქმის 20 ადამიანი დაიღუპა. ირანმა ისრაელსა და საუდის არაბეთს ესროლა, რის გამოც დროებით დაიხურა მნიშვნელოვანი ხიდი. ახლა შეეხება სამშაბათის ვადას მადას მან გააფრთხილა. მთელი ქვეყანა შეიძლება ერთ ღამეში განადგურდეს. მან თქვა, ირანის ხიდები ხვალამდე შუა ღამემდე განადგურდება. და დაამატა, ელექტროსადგურები აფეთქდება ცეცხლში და გამოუსადეგარი გახდება. ეს ყველაფერი გუშინ პრესკონფერენციაზე თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, როცა ისაუბრობდა. პასუხად ირანმა მოუწოდა ყველა ახალგაზრდას, სპორტსმენს, ხელოვანს, სტუდენტსა და უნივერსიტეტალს, ასევე მათ მასწავლებლებს შექმნან ცოცხალი ჯაჭვები ამ ელექტროსადგურების გარშემო. მინდა გაგიზიაროთ პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის რამდენიმე კომენტარი. ახლა ხან მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა უნგრეთში, სადაც მას ირანთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. მინდა ეს პასუხი თქვენს გაგიზიაროთ. თქვენ გითხეთ კარგის კუნძულზე. როგორც პიტისა და გენერალ კეინისგან გავიგე, ჩვენ ვაპირებდით სამხედრო ობიექტებზე შეტევას კარგის კუნძულზე. მგონი ეს უკვე გავაკეთეთ. პრეზიდენტის ვადებს ჩვენ ვიცავთ და ის ძალიან მკაფიო იყო. ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებს არ დავარტყამთ, სანამ ირანელები წარმოადგენენ თუ არა მისაღებ წინადადებას. მაგრამ მან ვადა დაასახელა სამშაბათამდე, 8 საათამდე. ამიტომ არ მჯერა, რომ კარგის ამბების სტრატეგიის შეცვლას ან ამერიკის პრეზიდენტის რაიმე ცვლილებას მიუთითებს. ის ხშირად ამბობდა, რომ ვადა 8 საათია და ვადა რისთვისაა.
ფუნდამენტურად ის, რასაც ირანი ცდილობს, რადგან სამხედრო გზით დამარცხდა, არის ის, რომ მაქსიმალურად დიდი ეკონომიკური ტკივილი მიაყენოს მსოფლიოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იცის, რომ თუ ირანელები ტკივილის მიღებას ცდილობენ, ამერიკელებს აქვს შესაძლებლობა ბევრად უფრო დიდი ტკივილი მიატენონ. კიდევ ერთხელ ვიცე-პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ უპასუხა ჟურნალისტს იმ ამბავზე, რომელიც ჩვენ გავაზიარეთ. Fox News-ის ინფორმაციით აშშ-მ ღამით ირანის სამხედრო ობიექტები დაბომბა კარგის კუნძულზე, მათ შორის ბუნკერები, რადარები და საბრძოლო მასალის საწყობები. ეს კიდევ ერთხელ ყველაფერი Fox News-ის მიხედვით. როგორც ადრე ვახსენე, პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ირანზე ისაუბრა. ახლა მინდა 2 წუთიანი მონაკვეთი გაჩვენოთ. ახლა ზავის შესახებ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ აქტიურად მოქმედებთ. მეორე მხარესაც არის მსურველი მონაწილე. მათ სურთ შეთანხმების მიღწევა. მეც ვერაფერს გეთქმით, მაგრამ მათ სურთ. ბატონო პრეზიდენტო, თქვენი გზავნილი შეიცვალა. ომი მთავრდებადან გადავიყვანთ ირანს ქვის ხანაშიმდე და ჩვენ სხვადასხვა გზავნილები მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის გზავნილები. მაშ რა არის პასუხი? დაასრულებთ ამას? არა, ეს ესკალაცია? არა, გეუბნები, არ ვიცი. ვერ გეტყვით, ეს იმაზეა დამოკიდებული, რას გააკეთებენ ისინი. ეს კრიტიკული პერიოდია. მათ აქვთ ვადა ხვალამდე, 8 საათამდე. მე მათ ვადა გაუხანგრძლივე. მათ სხვაwe 7 დღიანი ვადა, ხომ ასეა? მე უთხარი სტივ, მიენცი მათ 10 დღე. სინამდვილეში ეს 10 დღე დღეს იწურება. ასე რომ საბოლოოდ მე არაპირდაპირად 11 დღე მივეცი. მიფიქრე, რომ ავდგომის მეორე დღეს არაკორექტული იქნებოდა. მინდა კარგი ადამიანი ვიყო. მათ ხვალამდე აქვთ დრო. ეხლა ვნახოთ რა მოხდება. შემიძლია გითხრა, რომ ისინი კეთილსინდისიერად აწარმოებენ მოლაპარაკებებს. გავიგოთ რა იქნება. ჩვენ ვირებთ დახმარებას რამდენიმე შესანიშნავი ქვეყნისგან, რომლებსაც ძალიან სურთ ეს ყველაფერი დასრულდეს. რადგან ეს სიტუაცია მათზეც ძლიერ მოქმედებს. ამით ბევრი ადამიანი ზარალდება, მაგრამ ჩვენ მათ დროს ვაძლევთ. ჩვენ ვაძლევთ ვადას ხვალამდე საღამოს 8 საათამდე აღმოსავლეთის დროით. ამის შემდეგ მათ აღარ ექნებათ ხიდები. მათ აღარ ექნებათ.